როდის გასაჯაროვდება დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შედეგად უნდა მომზადდეს, ისევ მსჯელობის საგანია საუბარია დოკუმენტზე, რომელთაც ხელისუფლების ოპონენტებმა ახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ უნდა იხელმძღვანელონ. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ საერთო მიზანზე თანხმდებიან, თუმცა ამ მიზნამდე მისასვლელი გზები ჯერ ისევ განხილვის თემაა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს ახსენებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედგა და ხელახალი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილის ინტერპარტიულ ფორმატში, სადაც ჩვენ თანამშრომლობთ და მუშაობთ, ეს არის დინამიური ხანგრძლივი პროცესი. ამ ეტაპზე ისევ და ისევ მიმდინარეობს ხედვების გაზიარება ერთმანეთში და ის ხედვები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს, გვინდა რომ იყოს გათვალისწინებული და მუშაობთ ამ მიმართულებით. მიმდინარე პროცესია. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ემსახურება რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს დაბრუნებას იმ ევროპულ გზაზე, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების არჩევანი და რომელსაც შეეწირა ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე. ეს არ არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ კლეპტოკრატები, ასე ამბობენ, შეოდ უყართ ეს თქვა, კლეპტოკრატი ნიშნავს გულისთვის ყველაფერზე ხელის მომწერს, ყველაფრის მკადრებელს. აი ესეთი ხელისუფლება გვყავს. პროპაგანდის მიზანია წარმოადგინოს თითქოს გეგმა არა აქვს ოპოზიციას, პრეზიდენტმა არ იცის რას აკეთებს ოპოზიცია. ძალიან კარგი სამუშაო გეგმაც გვაქვს. მუშაობთ, გეგმა არის ის, რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იკრიბება ქუჩაში და აქ არის პროტესტი. აი ამაზე უკეთესი გეგმა არ არსებობს. ჩვენ უნდა დავულოდოთ, რა თქმა უნდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, თუმცა იცით თქვენ, რომ ახალი არჩევნების საკითხი არ განიხილება. ჩვენ მზათა ვართ ელთოს ყველა რეკომენდაციის და შენიშვნის გათვალისწინების ეზაობა ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად თუ ამ პროცესში ჩაერთვება თავად ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ფორმატში იქნება ძალიან კარგი და მისასალმებელი. ჩვენ ვემზადებით 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, სხვა საარჩევნო თარიღი იცით თქვენ 28 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა გეგმაც არ უნდა გქონდეს ოპოზიციას ქვეყნის არეულობის და დესტაბილიზაციის თუ ახალ არჩევნებამდე მისვლის გეგმა არც ერთ გეგმას შესრულება არ და ვერ უწერია.